Agotse, midi. Agotse, Alexandre. Bagois gaumარჯოს. დედა ჩემის ღმერთს დიონისეს გაუმარჯოს. ინდოელი მოკავშირეები გვეუბნებიან, რომ დიონისი აქ ჰერაკლეზე ადრე 6000 წლის წინ მოვიდა. გმირს ვადღეგრძელებ. Roxana. თავს მოინცირებ. ინდოელები ყველაზე ბოროტი და ზნედაცემული ხალხია. არს კი ცდილობ მათ გაუგო. ცდილობ. მაგრამ ერთ რამეს მივხვდი. სპარსეთში დიადი მეფე ხარ. აკი. ყველას ეძიძღები. ბაბილონში დაბრუნდი. იქ ისევ ძალღონით აივსები. მაგაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ხო. ვილაპარაკოთ. მოგვიანებით. ამაღამ მოვა. დაგელოდები. ჩემო დიადო მეფეო. მეფეო. მაგოის გაუმარჯოს. იმ 30,000 დახვეწილ სპარს ჭაბუკს გაუმარჯოს, ვისაც ჩვენს არმიაში სამსახურისთვის ვამზადებთ. მეფე ფილიპეც გავიხსენოთ. ის ვერ ხედავს, რომ მისი მაკედონელებისგან კეკლუცი არმია შეიქმნა. ის ნამდვილი გმირი იყო. კლიტოს გაუმარჯოს. მიულოცოთ, რომ ბაქტრიის სატრაპი გახდა. რა ლამაზად თქვი პტოლემეუს. მაგრამ 30 წლიანი უმციკლო სამსახურის მერე ეგ ჯილდო კი არა, გადასახლებაა. უზარმაზარი პროვინციის მართვას გადასახლებას ეძახი? მეფეო, თუ არ ვწდები შენი მეგობრებიდან შორეული პროვინციის სამართავად ჯერ არავინ გაგიშვია. როგორც ჩანს, შენგან კარგი სატრაპი ვერ დადგება კლიტოს. კარგი ასე იყოს. მირჩევნია მაკედონურ ძონძებში დაულპე, ვიდრე აღმოსავლურ ფუფუნებაში ქონი დავიდო. შენს წინაშე მუხლებზე ხოხვას არ ვაპირებ. მაგ მლიქვნელებივით გარს რომ გახვევია ჰეფესტიონი, ნიარქი, პერდიკა. შორეულზე შორეული ბაქტრიის მომავალო სატრაპო. მომხედავ სპარსი ქვეშევრდომები ჩემი მეფური ღირსების წინაშე თავს მდაბლად ხრიან. ბერძნებისაგან ასეთ თაყვანისცემას ხომ არ ვითხოვ? თაყვანისცემას ბერძნებისგანაც რომ იღებ, როგორც ზევსის შვილს ეკადრება? ვიღებ, მაგრამ არ ვითხოვ. მაშ ამდენი ლიქნარაში გჭირდება. ქეთს როცა გიხრით, მხოლოდ მაშინ ვართ თავისუფლები, არა? ჰერაკლეს წინაშეც ხომ ქეთს იხრი, ისიც მოკვდავი იყო, ოღონდ ზევსის შვილი. შენი ასაკის კაცი ჰერაკლეს როგორ ედრები? რატომ არ უნდა შევედარო? მეც არანაკლები გმირობები ჩავიდინე. მეც ბევრს მივაღწიე. შეიძლება ჰერაკლეზე მეცაც. ჰერაკლე მარტო იყო, შენ კი აზია მარტომ დაიფყარი? ალექსანდრე, მითხარი, ეს ლაშქრობები ვინ დაგეგმა? მამა შენმა არა? იქნებ ფილიპეს სისხლი არა გაქვს. აბა ვისი გაქვს? ზევსის, ამონის? შეურაცხყოფას მომაყენებ კლიტოს, ჩემი გვარის დაცინვას არ გაპატიებ. მამა შენი ბარბაროსებთან არ იმეგობრებდა, არ ჩვენ მოგთხოვდა ბრძოლის დროს თანასწორივით მოეკეცითო. ჩვენ მაკედონელები აღარ მოგწონ ვართ? მახსოვს, მე და შენ კაცურად ვლაპარაკობდით, სათხმელს პირდაპირ ვამბობდით.
პირმოთნეობისა და მლიქნელობის გარეშე. ახლა კი ამათ ტუჩებში კოცნი. ცოლად ბერწი ველური ქალი მოყავს და მას დედოფალს ეძახი. ბაქტრიაში წადი კლიტოს. თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია. ამ პარტავნებამ ღმერთების შიში დაგავიწყა. არმია შენი იმპერიის სისხლია, ბიჭუნი. იმის გარეშე არაფერი ხარ. ამ ლაშქრობაში აღარ გჭირდები. მომაშორეთ ეს კაცი. აღარ გჭირდები? უმადურო, არც ის გახსოვს, რომ გარგამელთან სიკვდილს გადაგარჩინე. ნუ თუ ყველას მოგვიწევს ამ შავტუხა მაიმუნებთან შეწყვილება. კლიტოს, წაიყვანეთ, სკარა. დაცვას დაუძახეთ. კლიტოს, ხალატისთვის დააპატიმრეთ. ვინ ხართ მაგასთან? ვინ ხართ მაგასთან? არავინ. ვინ ხართ? არავინ. მოწმეთ ძებს უხმობ მამაჩემს, პასუხს მის წინაშე აგებ. მალე გავარკვევ ეს შეთქმულება საიდან მოდის. დაიჭირეთ. ყველგან შეთქმულება გელანდება. უბედური პარმენიონი გაიხსენე, მისი მოკლა მე მაიძულე, რომ ხელები არ გაგესვარა. კვლელი ხარ და სისხლის აღმრევი. ცოდვა ჩაიდინე ველურ დედა შენთან ერთად. კლიტოს. კლიტოს. შემიშვი. მიბრძანეს არავინ შეუშვათ. დედოფალი ვარ. მისი ნახვა მინდა, 3 დღეა ვიცდი. შენზე თქვა არ შემოუშვათო.